როდესაც რობოტულ მედიცინაზე ვსაუბრობთ, ჩვენს გადაცემაში ჩვენ ამ თემაზე პირველად არ გვიწევს საუბარი და რაც მთავარია, პირველად არ გვიწევს იმის თქმა, რომ ეს უკვე აღარ არის მომავალი. ეს არის მედიცინის რეალობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული მედიცინის რეალობაც უკვე არის, თუ რატომ ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ეს ძალიან კარგად ახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში და ამის დასტურად დღევანდელი საუბარიც გამოდგება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბრების ციკლს ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ, ბატონ გურამ ქარაზანაშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ უროლოგი, პროფესორი და რობოტულ მედიცინასთან პირდაპირ დაკავშირებული ადამიანი. დილამშვიდობისა ბატონო გურა. ძალიან რბილად თქვი პირდაპირ დაკავშირებული ადამიანი, მაგრამ შეგვიძლია გავაფართოთ საუბარი და ვთქვათ, რომ თქვენ რეალობად აქციეთ რობოტული მედიცინა უროლოგიაში, ქართულ ქირურგიაში და ეს არ არის მარტო საქართველოს მასშტაბით, ლამის მთელს რეგიონს გულისხმობს ეს ყველაფერი და იქამდე არის უკვე საკითხი მისული, რომ ჩვენ დღეს არა უბრალოდ როგორც სიახლეზე ვსაუბრობთ, და ამ სიახლეზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მაყურებელთან დიდი ხნის წინ, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შედეგებზე. ანუ როგორი აქვს შედეგები რობოტულ მედიცინას, რობოტულ ქირურგიას საქართველოში. მოდით დავიწყოთ პირდაპირ სწორედ აქედან. როგორია შედეგები? ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. რობოტული ქირურგია, როგორც თქვით, ადრეც და ეხლაც, ეს არის დღევანდელი დღე. ეს არის თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ატრიბუტი. თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ თანამედროვე მედიცინაზე, რობოტული ქირურგიის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ამაზე. ყველა განვითარებულ ქვეყანაში დასავლეთის თუ აღმოსავლეთის, ევროპის თუ აზიის ყველა განვითარებულ ქვეყანაში რობოტული ქირურგია არის დღეს სტანდარტი. როგორც იყო ახლა ადრე ჩვენ მოგვიხსენება ღია ქირურგია, მერე იყო ლაპარასკოპია, ახლა არის რობოტ ასისტირებული ლაპარასკოპია. ანუ ეს არის ქირურგიის განვითარების საფეხური. და ეს საფეხური კიდევ ერთხელ ვიმეორე, არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, იმისთვის, რომ ქართული მედიცინა იყოს კონკურენტ უნარიანი დღევანდელ საკმაოდ რთულ ვითარებაში, როდესაც მედიცინა მაღალ ტექნოლოგიურია, დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, დიდ ცოდნას მოითხოვს და დიდ ორგანიზებას მოითხოვს. თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს კონკურენტ უნარიანი მედიცინა, რობოტული ქირურგიის გარეშე ეს არ გამოდის. რობოტული ქირურგია არ შეეხება მარტო უროლოგიას. ეს არის უბრალოდ რობოტული ქირურგია, რობოტული მუცლის ქირურგია, რობოტული გინეკოლოგია, რობოტული გულმკერდის კარდიოქირურგია და ასე შემდეგ. ანუ როგორც მეთოდი, რომელიც შეიძლება მედიცინის ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ. რობოტული, ეს დანადგარი თავად რობოტული აპარატი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა სპეციალისტმა, მუცლის ქირურგმა, უროლოგმა, გინეკოლოგმა, გულმკერდის ქირურგმა, კარდიოქირურგმა და ამ რობოტის საშუალებით განახორციელოს ის ოპერაციები, რაც საკეთებდა დღემდე. ეს არის რობოტული ქირურგია. რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიღაცა უნდა დაიწყოს და მთელ მსოფლიოში სხვათა შორის უროლოგები იწყებდნენ ხოლმე რობოტულ ქირურგია დაწყებული ამერიკაში, ევროპაში უროლოგების მიერ. გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა სპეციფიკიდან აღარ მას ვიზავ. ამიტომ ჩვენც დავიწყეთ საქართველოში მე როგორც რობოტულმა ქირურგმა და უროლოგმა დავაფუძნე ეს და პირველ რიგში უროლოგიაში. რაც ნიშნავს იმას, რომ უროლოგიის თითქმის ყველა ოპერაცია, რომელიც ადრე კეთდებოდა ღია წესით, ან კეთდებოდა ლაპარასკოპიულად, ახლა გადართულია ეს ყველაფერი რობოტულ ლაპარასკოპიაზე. ანუ ნებისმიერი სახის უროლოგია და ეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა უკვე 1 წლიანი გამოცდილებით და უკვე ეს დიდი გამოცდილება, რადგანაც 1 წელიწადში ჩვენ განვახორციელებთ უროლოგიაში უკვე 160-მდე ოპერაცია რობოტული, რაც ევროპისთვისაც კი 1 წელიწადში 1 რობოტზე 160 ოპერაცია არის დიდი დატვირთვა ითვლება. ეს არ არის ჩვეულებრივი პატარა ოპერაციები და იმიტომ ეს სერიოზული ოპერაციები, მასშტაბური ოპერაციებია, შესაბამისად რობოტული 160 ოპერაცია 1 წელიწადში ძალიან კარგი მიღწევაა და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასაც მოეწონებოდა ეს.
და 160 ოპერაციაში 160 ქირურგიულ ჩარევაში შედის სწორედ ნებისმიერი სახის უროლოგიური ქირურგიული ჩარევები. ესენი არის როგორც ონკოუროლოგიური ჩარევები, ასევე რეკონსტრუქციული აღდგენითი ოპერაციები, მაგალითად ჩამორთვლისთვის ჩამონათვალი რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაცია პროსტატის კიბოს გამოა, რადიკალური პროსტატექტომია, პროსტატის რადიკალური ლიკვიდაცია. რადგანაც დაავადება ხშირი, ამიტომ არის ხშირი. თუმცა ეს არის ერთ-ერთი მხარე მხოლოდ. მაგალითად, ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია შარდის ბუშტის კიბოს დროს, როდესაც შარდის ბუშტის სიმსივნეს უნდა მოხდეს სრული ლიკვიდაცია, როგორც შარდის ბუშტის, პროსტატის, ლიმფური კვანძების. ეს ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაც ითვლება, ჩვენ ესენი განვახორციელებთ რობოტულად, რობოტ-ასისტირებული ქირურგიით, ასევე განვახორციელებთ რობოტ-ასისტირებული ქირურგით თირკმლის სიმსივნეების გამო ოპერაციები და საამაყოა ის, რომ დაუშვათ არა მხოლოდ თირკმლის ლიკვიდაციაზე მიდის სიმსივნის დროს. ძალიან დიდი სიმსივნეების თირკმლის ჩვენ მოვახერხეთ ისე მოგვეხდინა თირკმლის დიდი ზომის საკმაოდ 7 სანტიმეტრამდე სიმსივნეების ლიკვიდაცია, რომ თირკმელი შეგვენარჩუნებინა. და ესეც რობოტული ქირურგიის ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ესე იგი ეს ჩვეულებრივი ლაპარასკოპი ცოტა რთულია ამის გაკეთება ხოლმე, რობოტი და ღია წესით შესაძლებელია, მაგრამ ტრავმული არის. შესაბამისად, აი რობოტული ქირურგიით თითქმის შემანარჩუნებელი ოპერაციები, სიმსივნეების, შარდის ბუშტის სიმსივნეები, პროსტატის სიმსივნეები ეს ონკოლოგიასაც შეეხება. არა ონკოლოგიური და თანდაყოლილი ანომალიები, შარდსაწვდების შევიწროებები, მენჩარდსაწვდის სეგმენტის შევიწროებები, შარდსაწვდების შევიწროება სხვადასხვა მიზეზების გამო, როდესაც რეკონსტრუქცია არის საჭირო. შარდის შეუკავებლობები ქალბატონებში, მენჯის ფსკერის აღდგენის ოპერაციები, შარდის შეუკავებლობის ლიკვიდაციისთვის. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ფისტულები, შარდოვანი, ვაგინალური ფისტულები და სხვა საკმაოდ დიდია ნუსხა, რომელიც ნებისმიერი საუბარი არის, რომ ნებისმიერი უროლოგიური ოპერაცია, რომელიც ადრე კეთდებოდა ან ღია წესით, ან ლაპარასკოპიულად, დღეს ჩვენ მთლიანად გადავერთეთ რობოტულ ქირურგიაზე. და თქვენ როგორც ბრძანებთ, ეს არის უკვე რეალობა მთელი მსოფლიოსთვის და ეს არის რეალობა საქართველოსთვის, მაგრამ მე მინდა ერთი ნაწილი დავაზუსტოთ, რადგან ეს ჯერ კიდევ არ არის თემა, რომელსაც საზოგადოებამ ყური შეაჩვია. ეს არ არის თემა, რომელიც საზოგადოებისათვის ჩვეულ მოვლენად იქცა და რა კი რობოტულ მედიცინაზე გვიწევს საუბარი, ასევე გვჭირდება ხშირად განმარტება. რობოტი არ აკეთებს ამ ოპერაციებს. რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა უთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს დღეს არ ვანდობთ რობოტებს, რომ რობოტული მედიცინა და რობოტ-ასისტირებადი ქირურგია ნიშნავს პროფესიონალის მაღალი კლასის ქირურგის აუცილებელ ხელმძღვანელობას ამ პროცესისა და რომ ამ პროცესში მეთოდად დამხმარე საშუალებად არის გამოყენებული ეს. მოდით ესეც განვარტოთ და ვისაუბროთ მოკლედ, რაკი უკვე ჩვენი საუბრის დრო უნდა ამოიწუროს, შევაჯამოთ, რას ველოდებით კიდევ, რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, რობოტული ქირურგია, მაშინ რობოტი არის ინსტრუმენტი ქირურგის ხელში, როგორც ადრე იყო ლაპარასკოპი ინსტრუმენტი და როგორც ადრე იყო მაკრატელი და პინცეტი, ასეთივე ინსტრუმენტია რობოტი, ოღონდ ეს სრულიად სხვა ხარისხის ტექნოლოგიური, ანუ ქირურგი დღესდღეობით ახორციელებს ოპერაციას რობოტის გამოყენებით. ქირურგი აკეთებს და არა რობოტი. ეს არის რობოტული ქირურგია. უბრალოდ რობოტის საშუალებას იძლევა, რომ ქირურგის თვალი და მინიატურული ხელი ისევე მოქნილად ვამოძრაოთ, ისევე დიდი გადიდებით დავინახოთ ეს შიგნით, სიღრმეებში, ორგანიზმში, როგორც დაუშვათ დავინახავდით რეალური ვიზუალიზაციის. ეს არის კვარი, არის ადამიანებს აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვები, როდესაც რობოტს ვენდობით შუალედურად. უდიდესი დამცავი მექანიზმები, ნებისმიერი უნებლივი მოძრაობა, ნებისმიერი იმ წუთში ბლოკირება ხდება. მაგალითად, ეს არ ხდება ღია წესისა ან ლაპარასკოპის ხელი აუკანკალდა ქირურგს ან რაღაც
იქ ჩვეულებრივად გრძელდება ოპერაცია. რობოტი ამ შემთხვევაში ბლოკავს იმ წუთშივე. ამიტომ აქ უსაფრთხოების უდიდესი გარანტიები არის. პირიქით უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა რობოტი ვიდრე ეს. ხო, როგორ ვფიქრობთ, გაფართოვდება რობოტული მედიცინის შესაძლებლობები? გაფართოებული ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი ამისთვის, კერძოდ ორი ქირურგი მომავზადეთ, ერთი მუცლის ქირურგი და ერთი გინეკოლოგი რობოტულ ქირურგიაში და დაწყებული არის, რა თქმა უნდა, არა ისე მასშტაბურად, მაგრამ რამოდენიმე ოპერაცია ნაწლავის სიმსივნეზე, კუჭის სიმსივნეზე, საკვერცხის და საშვილოსნოს სიმსივნეზე განხორციელებულია უკვე რობოტულად. ანუ მე საქმე ჩვენს კლინიკაში დავიწყე და ეს აუცილებლად გავრცელდება, ეს აქ ასე ვთქვათ, ჯინსო გამოუშვებთ, ის ვეღარ ჩავაბრუნებთ უკან. მოგეთ ჯინი გამოშვებულია. ჯინი გამოშვებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გურა. მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელია ჩვენთან მეგობრობთ. მადლობა, რომ ყველა სიახლეს ყოველთვის ჩვენს მაყურებელს პირველად უზიარებთ ხოლმე და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რა შედეგებს აჩვენებს რობოტული მედიცინის განვითარებას შემდეგ ეტაპზე, მით უფრო რომ თქვენ უკვე შედეგებით ახლა მადრიდში მიფრინავთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ უროლოგი პროფესორი ბატონი გურამ ქარაზანაშვილი.